მეგობრებო, ასეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ხა. ეკნება თუ არა თქვენ წყვილს, თქვენ დუეტს გაგრძელება მომავალ 2025 წელს. ვგონებ ჩემი შემოთავაზებული ეს თემა საინტერესო იქნება თქვენთვის. გაშლა არის ორივე სქესისთვის მამაკაცებს. გეტყვით რომ თქვენ თავზე მოერგეთ ეს გაშლა. ნახოთ რამდენად არის იმის შანსები რომ თქვენ სიყვარულს, თქვენ რომანტიკულ ურთიერთობას გქონდეს ახალი ძალა თუ გაგრძელება. პირდაპირ გადავდივარ, ესე იგი იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ თქვენ ეხლა, როცა ამ გაშლას უყურებთ. ლაიკები არ დაგავიწყოთ, მეგობრებო, აუცილებელია ენერგოცვლისთვის. Მიჩვენება რომ პრინც ჟეზლის ენერგეტიკაში ხართ. ეს არის მამაკაცის სიცხლის ტიპის წარმომადგენელი, ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი, მაგრამ არა აუცილებელი რომ ჰოროსკოპი ემთხოვდეს, შეიძლება ასცენდენტი ემთხოვდეს, მთვარე ემთხოვდეს თქვენში ჭარბობდეს სიცხლის ენერგეტიკა. ბევრი გადაადგილებებით, სამუშაო რეჟიმით, სუდაკავებული რეჟიმით, ძალიან ტემპერამენტიანი, ძალიან შარმიანი, ძალიან მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის მამაკაცებმაც თქვენ თავზე მოირგეთ ეს გაშლა. ასეთ ენერგეტიკაში გაჩვენებენ ახლა თქვენ ძალიან მოსწრებაზე ხართ, გადარბენაზე ხართ, საკუთარი ასე ვთქვათ, შეიძლება მანქანა ყავთ ღია ფერებში, ეს უფრო თეთრი ვერცხლისფერიდან თეთრი ტონალობის მანქანა, სადაც ახორციელებთ ასე ვთქვათ დიდ გადაადგილებებს. ქალაქ შიგნით, ქალაქ გარეთ, სამუშაო რეჟიმში და მიდი-მოდი რეჟიმი გაქვთ, ძალიან დატვირთული რეჟიმი, დღის ასე ვთქვათ. ასეთ ენერგეტიკაში გაჩვენებენ თქვენ. ვინ არის თქვენი პიროვნება, თქვენი პარტნიორი, რომ უკეთესად მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. იმპერატორი. თქვენი პარტნიორი. ვინაიდან აქ ორი მამაკაცია და მე საშუალო სქესზე გაშლებს არასდროს არ ვაკეთებ, მინდა იცოდეთ მეგობრებო, ჩემთვის დედა და მამა, მე ამ ტიპაჟს მივეკუთვნები და საერთოდ არ განიხილება ფერადი წყვილები ჩემ გაშლებში ყოველ შემთხვევაში. არც ჩემ თავში, მინდა გითხრათ, მაპატიეთ, მაგრამ მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. ორი მამაკაცი ვინაიდან არის, თქვენ ხართ უფრო მამაკაცურ რეჟიმში, მამაკაცურ ენერგიაში, მამაკაცურად დატვირთული, ასე ვთქვათ. მთელი თავის ოჯახის პასუხისმგებლობა იქნება ეს თუ ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებულად მიდგომა მამაკაცური, კედელი ხართ თქვენი ოჯახისთვის ამ მომენტისთვის, დღესდღეობით როცა ამ გაშლას უყურებთ, შეიძლება გადაადგილებაშიც ხართ და უბრალოდ ასკროლვისას ეს ვიდეო შეგხვდეთ თუ გამომწერი არ ხართ, თუ გამომწერი ხართ მაინც ესეთი ცეცხლი ენერგეტიკა გაქვთ, აი მოსწრებაზე ხართ. ახალ წლამდე რაღაცას ასწრებთ, სამუშაო რეჟიმი გინდათ, რაღაცა ბოლო დეტალები დაასრულოთ წლის ბოლოსკენ, აი რაღაცა მოსწრების ენერგეტიკა გაქვთ. თქვენ პიროვნებას რაც შეეხება არის იმპერატორი. იმპერატორი არის, შეგახსენებთ, მეუღლის კარტი პირველ რიგში, ეს არის ან თქვენი მეუღლე, ვისთანაც რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ, პაუზა გაქვთ, დაშორიშორებული ხართ, თუ ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი სიტუაციებს, ან ვიღაცის მეუღლე. ეს არის ყველა ვარიანტი, ადამიანი, მეუღლე, კაცი, მთავარი, ოჯახის ბურჯი, ოჯახის მე ვიტყვით, ასე იქნება ტიპაჟი, შეიძლება ასე არ აბრახუნებდეს თავის კვერცხს, მაგრამ ეს არის ტიპი, რომელსაც უპასუხოთ ექვემდებარება მეუღლე, შვილები და ასე შემდეგ. ასევე იმპერატორი არის ოჯახის გარდა სამუშაო რეჟიმის უფროსის კარტი, მენეჯერის კარტი, ადამიანი, ვინც არის თქვენი იერარქიით სამუშაო რეჟიმში, თქვენი უფროსი შეიძლება იყოს და წარმოაჩენდეს ამ რეჟიმს, მთავარი ადამიანი, ვის სიტყვასაც გავლენა აქვს, ვის პიროვნებასაც გავლენა აქვს, მის ქვეშევრდომებზე, სამუშაო პერსონალზე, მის ოჯახში, მის დაქვემდებარებულ, ასე ვთქვათ, ადამიანებზე. ეს არის ან თქვენი მეუღლე, ან ვიღაცის მეუღლე, თუ არა და უფროსის კარტი, კაცი, რომელიც რომ იტყვის, ისე უნდა შესრულდეს უპასუხოთ. ადამიანი ახლა არის ძალიან მოწყენილ ენერგეტიკაში, ამასაც გეტყვით თქვენთან მიმართებაში, 4-1000 დაყრილია, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ემოციურად დაღვრილი აქ ემოციები, არ გამოუვიდა ისე როგორც მას უნდოდა და რაღაცა გემს თავის მომავალ გემს, თავის იმედს, თავის ნუგეშს შესცქერის და ელოდება ეს გემი როდის შემოვა პორტში, რომ რაღაცა
იმედის ნაპერწკალი გაუღვდეს თქვენთან მიმართებაში. აი ესეთი ენერგეტიკა, თუ ენერგეტიკა ემთხვევა განაგრძეთ ამ ვიდეოს გაშლა, თუ ენერგეტიკა არ ემთხვევა, გადავლეთ სხვა ჩემ ვიდეოებს თვალი, ყველა გაშლა ყველასთვის ვერ იქნება მეგობრებო და საერთო გაშლა ზოგისთვის სრულად რეზონირდება, ზოგისთვის ნაწილი. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ პირადი გაშლები უფრო მეტი რეზონირების გაცილებით უფრო კონკრეტულად თქვენზე იქნება. პირადი გაშლებისთვის გადმოდით Telegram-ზე. რამდენად არის შანსი იმისი, რომ მომავალი წელი 2025 წელი იყოს თქვენთვის ახალი ძალის, ახალი ენერგეტიკის მომცემი, თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა იდენტიფიკაციით, განაგრძეთ თუ არა და ლაიკები მაინც არ დაგეზაროთ. ჩემი სიყვარულით. რისი მომტანია 2025 წელი თქვენ ურთიერთობაში? ღმერთო ჩემო, ძალიან კარგი კარტები ამოდის. პირველ რიგში გეტყვით, რომ მისი ენერგეტიკა არის ისეთი, ეხლა ასე გრძნობს ძალიან პრინც ჰაერის ენერგეტიკაშია ძალიან. ეს არის შპიონის კარტი, ეს არის ადამიანი, რომელიც თვალიდან არ გამორჩება მისი დაკავებულობის მიუხედავად თქვენი სოციალური ქსელების კონტროლირება, ვისთან გადაიღეთ ფოტო, საწახვედით, რა სტორი ატვირთეთ, რას აკეთებთ საერთოდ და თქვენი დღის რეჟიმი როგორ გადის, ამ ყველაფერს აკვირდება და ძალიან დიდი უნდობლობით და ეჭვებით არის თქვენთან მიმართ უნდობლობა, ანუ ეჭვიანობს რამე ისეთი არ იყოს, რაც მას გამოეპარება, მის თვალს, მის დაკავებულობას რომ არ გამორჩეს თვალიდან თქვენთან მიმართებაში გაკონტროლებთ, იცოდეთ სოციალურ ქსელში გაკონტროლებთ ამ კარტის მიხედვით, საერთოდ უბანში ემთხვევით ერთმანეთს, სამუშაო რეჟიმში ემთხვევით, სასწავლო რეჟიმში, რაღაცა რა სიტუაციაც გაერთიანებთ და სადაც თქვენი შეხვედრის წერტილი არის ხოლმე იმ სიტუაციაში, სულ ისეთი თვალით გიყურებთ, რომ არ გენდობათ, რაღაცა უნდა რომ გაიგოს, რაღაცაში ეჭვობს, რაღაცაში ბოლომდე გულწრფელი არ გონიხართ და სულ საეჭვიანოს და ისეთ საჩხუბარ რეჟიმი აქვს. ერთი სული აქვს რაღაცას წამოკრას ხელი რომ ანუ შეტევაზე გადმოვიდეს. მზად იყავით, არ არის ამ კარტიდან გამორიცხული, რაღაცა კონფლიქტზეც წამოვიდეს და ნუ წამოეგებით მის ენერგეტიკას. ვინაიდან ეს ადამიანი ახლა არის ტრანსფორმაციაში, მინდა გითხრათ, მე-13 მაღალი არკანი სიკვდილით, ეს არის მისი კარმული პერიოდი, სადაც ამ ადამიანმა ბევრი რაღაც უნდა გაიაზროს, ეს იქნება მისი ცხოვრებისეული მომენტები თუ ფსიქოლოგიური მომენტები, ძალიან ბევრი ტრანსფორმაციის და დიდი ტრანსფორმაციის უბრალოდ წინაშე დგას ადამიანი იცვლება, მისი მსოფლმხედველობა იცვლება ამ კარტით. ასეც მომდის და ამასაც გავაჟღერებ, ოღონდ ძალიან მცირე შეიძლება 5%-ისთვის იყოს მაყურებლის, რომ ვიღაცა ახლობელი გარდაეცვალა რა და ამ ქვეყნიდან მისმა წასვლამ მასზე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური ტრანსფორმაცია მოახდინა და აქედან გამომდინარე ეს ადამიანი უფრო აგრესიულ ენერგეტიკაშია, უფრო უნდობლობაშია, უფრო ნეგატიურ ენერგეტიკაში ახლა, რაც მას ცვლის, მის პიროვნებას ცვლის და აქედან გამომდინარეც პატარა პროცენტისთვის კიდევ ვიმეორებ, მაგრამ ეს ინფორმაცია მოდის და გავაჟღერებ, ესეც მოქმედებს მის აგრესიულ და ნეგატიურ ენერგეტიკაში და ნუ აყვებით ამ ენერგეტიკაში გაფრთხილებასავით მიიღეთ ასე ჩემგან. რა გელოდებათ 2025 წელს? გელოდებათ ახალი ჟეზლი. ტოს ჟეზლი, ეს არის ახალი ენერგეტიკა, ახალი ცეცხლი, ახლებურად წარმართვა თქვენი რომანტიზმის, თქვენი ურთიერთობის ახალი დასაწყისი. ეს არის მაისის ჟეზლი, შესაძლებელია გაზაფხული მკვეთრი პროგრესი იგრძნოთ თქვენ ურთიერთობაში და საოცარი კარტები ამოდის რა გელოდებათზე. 6-იან პენტაკლი ეს არის რესურსის ჩადება და მიღება, რესურსის ბალანსის აღდგენა თქვენ ურთიერთობაში. პირველ რიგში ეს, რომ რაც საჭიროა იმას ყველაფერსთვის მზად იქნება ეს ადამიანი და ჩადებს დროს, ყურადღებას, ფინანსს, თავის ძალას და ენერგეტიკას თქვენი ურთიერთობის ახლებურად დასაწყისისთვის, ახალი ენერგიის და სული შთაბერვისთვის, მზე, რომელიც არის საუკეთესო კარტი კარტაროში და ეს არის განათების, სითბოსი, შესაძლებელია ამ კარტით რაღაც ნაწილისთვის ისიც კი გაიგოთ, რომ ბავშველოდებით მისგან ან იქამდეც მივიდეს, ანუ 2025 წელს თქვენი ურთიერთობა რომ უკვე შვილს დაელოდოთ, საერთო შვილს
თუ არა და მას ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენგან იყოლიოს შვილი გაითვალისწინეთ და ცხრიან პენტაკლი ეს არის რესურსული ქალი, დაფასებული ქალი, სამოთხისბაღი ქალი, ქალი რომელიც ძვირფასი ტანისამოსი უყვარს, თავის მოვლა უყვარს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენი ეგოც ამაღლდება მზის მიხედვით. ყველაფერს საუკეთესოს ელოდეთ მასთან ერთად სრულიად 100% დაკისრულებით.